დილა მშვიდობის მეგობრებო, ჰაი, როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ, როგორ ძანდებით ხო ხართ? ნორმალურად როგორ შეგვეფერება, რა ვიცი. ამ მდგომარეობის კვალობაზე რაც ხდება ზოგადად საქართველოში ყველა კუთხით. ვფიქრობ, რომ მაინც არა გვიშავს მეტნაკლებად ეს. დიდი მადლობა გუშინდელი მარიკოს ვიდეოზე ესეთი აქტიურობისათვის, რომ მოგაცვაკ. ჩემი გოგოც უნდა კომენტარების გარეშე არ დამიტოვეთ. დიდი მადლობა და ნახვების გარეშე რო არ დამიტოვეთ. ძალიან მიხარია. დიდი მადლობა. წავიდეთ სამსახურში. მარიკოს წაიყვანს დედა. სულ რამდენიმე დღეს და საგიჟეთში მომიწევს მალე გადარბენაზე ცხოვრება, იმიტომ რომ მარიკო უნდა დავტოვოთ 9-ზე უკვე ბაღში და გამოვიქცე სამსახურში. მაგრამ არა უშავს. ხაბარ ავქნათ თან სამსახური გვინდა და თან ისე ეგრე არ გამა. მე ჩემზე დიდი ძაღლი საიდანღაც გადი ახლა გაფრთხილე. ეს უბედური სახლი კიდე იყიდება აწერი. მე რომ მინდოდა სამწუხაროდ ისეთი დასანგრევი აღმოჩნდა, რა გითხრათ. ფასა კლებს 48,000 ფეხს არ უსვლის და 48,000-ად ხალხო გაშუაშვალებული ბინა ნახეთ ისეთი რომ შეხვალ და იცხოვრებ. ხო და ესეთი ამბები გოგოებო. დილიდან დილა დაიწყო ნეგატივით. ესე იგი შემოსება მქონდა. მაგაზე მე მიგიყვებით. ხლა წავიდეთ. პირველ რიგში ვიზიარებ გარდაცვლილი პატარების ოჯახის წუხარებას, აი არ ვიცი ხალხო. ეგ ამბავი რომ გავიგე დილით დღეს ძალიან დიდი უბედურებაა და ზოგადად ძალიან ბევრი ბავშვი გარდაიცვალა ამ ბოლო პერიოდში. აი არ ვიცი ეს რა არის, რას დავაბრალოთ, მაგრამ ცოტა უკვე უცნაური ეს ყველაფერი და ძალიან ინფრასტრუქტურა არის მოუწესრიგებელი. თანზე ჩემს ვიდეოზე, ცეკვის ვიდეოზე მომწერა ერთმა მეგობრმა, რომ რა გეცეკვებავთ. დოდუნა გეცეკვებავ და ვერ მივხვდი ჯერ სადმე მე დაგიტოვებთ მის კომენტარს. ხო და მოკლედ კულტურულად მიმალანსღა. ისე რო გითხრათ. თან კარგად მიმალანსღა. ხო და რა ხდება თქო, რა მსოფლიომ გაიგო შენ არ გაგიგიაო. შეკაი ადამიანო. თუ გლოვობ. კარგი ხარ სოციალქსეში ყველა ვართ. მორალს რა უფლებით მიკითხავ? ვერ გავიგე. ყოველთვის არ არსებობს მე რამე ისეთი გავიგო, არ დავპოსტო ან გლოვის დღეს არ გავაუქმო ვიდეოების დადება, გასართობ ვიდეოები იგულისხმება და არ ვიცი რა, სულ მუდამ ნეგატივს კი ხალხო ნუ ხართ მიმართულები, არ შეიძლება. ან თუ რაღაც შემეშალა მითხარი რომ ასე და ასე მოხდა და უხერხული ხო არ არის, ჯერ ადრეა დადებული ეს ვიდეო და მე გამბავი დღეს გავიგე რა არაგის სკროლიაო, ბოდიში ხა ვერავი შეუთახდები რომელ საათზე რა ნიუსი ავსკროლო რატომღაც. უკაცრავად რა ის ასწროლა მომაკვდები ვეგდე გუში. არ ვიცი. ძალიან ყელში ამოხვედით. ზოგიერთები მინდა გითხრათ. არ შეიძლება ხალხოს. არ შეიძლება. თორე მე რა ჩემი შეურაცხყოფით თქვენ ვერც კარგი გოგო გახდები და ვერც კარგი ბიჭი და რა ვიცი, თუ კიდევ ვინმე დამაკელით ანაზღაურეთ ბარემ რო ერთ დღეში მოვჩეთ ნეგატივს.
გოგოებო, ეკამბავი როგორ არის, აი ეს ინფლუენსერები და არა მხოლოდ ზოგადად ადამიანები დამოგზაურობენ, დადიან აქეთ-იქით, რა ვიცი, ხან არ დებენ ხოლმე, რომ აი და მაგათი გართობები, ასე ვთქვათ, არ გამოჩნდეს, იმიტომ გლოვიარეები არიან და ქვეყანაში ამდენი რამე ხდება. არიცინიან ვიდეოებში, მაგრამ ისე იცოცხლე დადიან პარიზში, დადიან და ეხლა არ მითხრათ, რომ პარიზის ქუჩებში არ იცინით, მაგრამ სხვებს ძალიან აკრიტიკებენ. აი, გემხერებათ და რა გეცებებათ და ასე შემდეგ და მოკლედ. რა ვიცი, აბა. პარიზში არის, გინდა თურქეთში, გინდა სიცილიის ვიდეოები და რაც გინდა ხალხო ის დადეთ. არავის არ ეკითხება, რას ვინ როგორ გააკეთებს. როგორ შეიძლება ვინმეს მივთი თუ ასე აქნა, ისე აქნა, იქიდექი, აქიდექი, ასექენი, ისექენი. არავის არ აქვს მართლა, არავის არ აქვს ამის უფლება. არავის. ჩემი სიყვარული ვერცხლის ბეჭდები. ავიდეთ სახლში. ძალიან მინდა ყავა და დავლიოთ ყავა. როგორც დაგპირდით, დაგიბრუნდით ყავით. ხო და ამასობაში დამირეკა კურიერმა, მოვიდა დედას საჩუქარი, რომელიც შევუკვეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლოდინს გაამართლებს და ნახოთ, მე რა თქმა უნდა მას არ გავხსნი. ეს არის ხერხელის, ასე ვთქვათ, კალამი, რომელზეც დატანილია დედას პირველი სახელის, ასე და რა თქმა უნდა, გვარი, მათი ნამუშევარია, მოკლედ. ხო და ერთი სული მაქვს, როდის ნახავს, რა რეაქცია ექნება. ხო, ჩემ ხვასთან დაკავშირებით და ზოგადად ბოდის პიხტი თავ ძალიან სუსტად გრძნობ და ეს მეტყობა კიდეც ალბათ დარწმუნებული ვარ. ნახოთ როგორი გამოვა, ერთი სული მაქვს რომ მოვიდეს დედა და ვაჩვენო ეს საჩუქარი. ხო და ვიმედოვნებ, ძალიან მოეწონება. ნახოთ, მეც არ ვიცი როგორია ესე ვიზუალურად, რა თქმა უნდა ვიცი რა შევუკეთე, მაგრამ ხა არ მინდა რომ გავხსნა. იმიტომ რომ ეს დაკრულია და რა თქმა უნდა მე ხა ამის დაწყებას ხوار დავიწყებ, ამიტომ მიჩემია რომ აი ეს საყვარელი საჩუქარი დედამ თავად ასე ვთქვათ გახსნეს. ნახოთ. გამიხარდა რომ დაძინებამდე მომიტანეს, იმიტომ რომ დაძინებას ვაპირებ. უნდა დავწვე, მაგრამ არ იკოსურვებ. ხო და ნახოთ. ძალიან დიდ რა არის კაცო, ვინ უსმის ამ საშინელებებს. დამეთლუყოსვით. დედა ძალიან ახელვებულია, ვინც არიცით. კვირას არის დედას პოეზიის საღამო, წიგნის წარდგენა, პრეზენტაცია და ყველას გეპატეჟებით გულით და სულით, ვინც მობრძანდებით, ვისაც გიყვართ პოეზია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ დოდონას მაყურებლებით ჩემო მიერთდებით, ვინც თბილისში ბრძანდებით, ძალიან გამიხარდება. თუ კი მოხვალთ, გაგიცნობთ, დედა შემოქმედებას გაიცნობთ, ძალიან მოხარულები ვიქნებით. შეგიძლიათ მობრძანდეთ, მიგიღებთ და შემდეგ უკვე ალაფუშიცეც დაგპატიჟებთ, ასე რომ გამიხარდება თუ დოდონას ბლოგიდანაც რამდენიმე ადამიანი, ესე დოდონას ამბიდან, ასე ვთქვათ, რამდენიმე ადამიანიც მობრძანდებით, ძალიან გამახარებთ. ასე რომ ძალიან ახელვებულია, ძალიან ბევრი საკითხია დასალაგებელი, საორგანიზაციო შემოქმედებითი კუთხით, ისეთი, ასეთი გამოსვლელები, ვინ გამოდის, ვინ არ გამოდის, ვინ როგორ გამოდის, სიტყვით გამოდის, თუ ლექსით გამოდის, თუ როგორ გამოდის. ძალიან ბევრი რამ არის დასალაგებელი, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, რომ სადღაც 50 ადამიანი მაინც შევკროვდებით, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, დაახლოებით 50 ადამიანი შევკროვდებით.
მოკლედ ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ კუთხით ზოგადად საქართველოში, რადგან სამწუხაროდ პოეზია ჩაანაცვლა პლანშეტებმა, ფეისბუქებმა და ასე შემდეგ და ადამიანებს უკვე ძალიან ეზარებათ მოსმენა, გააზრება, ყურება და რაღაცა მარტივი გზები ურჩევნიათ სამწუხაროდ და სხვათა შორის გითხრეს, რომ ხშირ შემთხვევაში 20 ადამიანი თუ ესწრება, ყოფილა შემთხვევით 15 ადამიანი ყოფილა და მე მაგალითად სულ ვამბობ, რომ მირჩევნია იყოს 10 ადამიანი და უყვარდეს პოეზია, ვიდრე იყოს 100 და 100-დან 80 კაცი ტელეფონში იყოს ჩარჭობილი და კაციშვილი არ უსმენდეს იმ კონკრეტული ადამიანის შემოქმედებას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ადამიანები მოვიდნენ, ვისაც უყვართ პოეზია, რადგან ეს არის ის, რაც უნდა მოისმინო, ეს არ არის რაღაც გასართობი პლატფორმა, რომ დაჯდე და რაღაცა სკროლო და უყურო, იქ არის მოსმენა აუცილებელი, იქ არის გააზრება აუცილებელი, სხვა მხრივ უბრალოდ აზრი არ აქვს იქ მისვლას. ძალიან ბევრი სანათისაო ჩემი სამწუხაროდ ვერ ახერხებ ჩამოსვლას, იმიტომ რომ ზოგი სოფლიდან არის, ზოგი რაიონიდან არის, უმრავლესობას პაწაწუნა პატარები ყავს, ამიტომ ვერ ტოვებენ ბავშვებს, ახლა ორ ბავშვს დატოვება ესე არ ხდება. თორე ისინიც რომ ჩამოდიოდნენ ამისას კაცეცავად. ამიტომ თავარი და ყველასათვის ჩვენი ოჯახისათვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დედასთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოვიდნენ ადამიანები, ვინც დააფასებენ დედას შემოქმედებას, შეაფასებენ, არ იღლიცინებენ, რაღაცა დროის გაყვანის მიზნით ტელეფონში რაღაცა ქენექრას არ ჩართავენ და ასე შემდეგ, ასე რომ გულით გეპატიჟებით, რა თქმა უნდა, ყველას დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალი. დედას რომ მქონდა პოეზიის საღამო საბერძნეთში იყო ძალიან ბევრი ხალხი. რადგან დედა იქ უკვე ცხოვრობს 16 წელია, იყავს უკვე ძალიან დიდი სამეგობრო წრე, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან დიდი სანაცნობო, ფაქტობრივად მისი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა იყო უკვე იქ შეიძინა ადამიანები, შესაბამისად იქ რა თქმა უნდა ბევრად მეტი ადამიანი იყო და ეს ბუნებრივია. აქ რა თქმა უნდა ისნობს ადამიანებს ბუნებრივია, მაგრამ აი ეს წრე, რა წრეც ვთქვათ, აი პოეზიასთან დაკავშირებული, რომ უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანს აქ არ იცნობს, იმიტომ რომ აქ არ ცხოვრობს დედა. რა თქმა უნდა არიან გარკვეული ადამიანები, ვისაც იცნობს, თუმცა აი იქ როგორ წყავს, აი წრე და რაღაც ეგრე აქ არ ყავს, ბუნებრივია. თუმცა მიხარია რომ ბესი კალანდაძე გვესტუმრება და იმღერებს და სავარაუდოდ დედას სიმღერას, ლექსე და წერილ სიმღერას, რამაც ძალიან გამახარა რომ ახერხებს მოსვლას, ასევე სავარაუდოდ შესაძლოა თურგრიშვილიც გვესტუმროს და ძალიან მიხარია ეს ფაქტი. ასე რომ წინ ძალიან სასიამოვნო საღამო გველის ისეთი ნუსმეს კაცო დამებლოკება ვინ არის, იგი ატანა არ მაქვს ნასვამი ადამიანების. ახლა გარეთ დგანა ნაწეული აქვთ, რა ვიცი, რომ რამდენზე ეს მანქანაში სიმღერა და აღრიალებენ, აი რა ვიცი, როგორ მთელ უბანში რა. ისეთი გამაღიზიანებელია, ჩემთვის ისეთი გამაღიზიანებელია, რომ აი რა ვიცი, ვერ გეტყვით. და ზოგადად თვალი კაცი მივხვდი, რომ მეზიზღება. ოფიციალურად ვერ იტან. თვალ ადამიანებს ვის უყარს, მაგრამ რა ვიცი ხო. დედა, შენთვის მაქვს საჩუქარი. დედას მერე გაგაცნობ, დედასთან ინტერვიუ მაქვს ჩასაწერი, მაგრამ მანამდე მინდა აი ეს საჩუქარი მოგცე, რომელიც ვფიქრობ პრეზენტაციაზე ძალიან კარგად გამოიყენებ. მინდა რომ გახსნა. აბა ვნახოთ მარიამ რა გვაჩუქა დედიკო. ჩემი აზრით ძალიან კარგი და სიმბოლური საჩუქარი, აბა ვნახოთ. როგორ მოგეწონება. არა, პირდაპირ გამოხსენი თუ გინდა. აი ეგრე პირდაპირ. აბა ვნახოთ. ნახოთ რა მოგვაცხა დედი. აბა ვნახოთ. გახსენი.
რა ძალიან კარგი საჩუქარია. მე მგონია რომ ძალიან სიმბოლური საჩუქარია პრეზენტაციისთვის. მაჩუქებს დიდი მადლობა. აი ეს გახლავთ საჩუქარი. დედას სახელის პირველი ასო და გვარი თავისი ჩასადებით, რომელსაც ვაიმე მოაწერა ხელი, არა უშოს მეავიღებ. მოგეწონა დედა? აუ ძალიან კარგია, ძალიან ძვირფასი საჩუქარია. დიდი ხანი ვიფიქრე რა შეიძლებოდა მეჩუქი. დღეს მე და შენ საჩუქრების დღე გვაქვს, ძე? დღეს მე და შენ საჩუქრების დღე გვაქვს. ბევრი ვიფიქრე ზაკო რა მეჩუქებინა ხარა ვიფიქრე და ბოლოს ვიფიქრე რომ ეგ იყო ყველაზე სიმბოლური რომელსაც ავტოგრაფს მაკალამით დატოვებ შენი სახელი და გვარით შვიდობაში. გაიხარე, დიდი მადლობა. და ასევე წარმატებული დღე გქონდეს და წარმატებული ცხოვრება. დედასთან მალე სიუჟეტი ჩაიწერება გეგმა რამდენიმე დღეში ამ პრეზენტაციის მერე და დეტალურად გაგაცნობთ ყველაფერს დედას შესახებ. მანამდე მივულოცოთ საჩუქარი. საჩუქარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეხლა თქვენთან კიდე რაღაცნაირად თითქოს მოერიდა. მაგრამ დამიჯერა ძალიან გავხარდა. ხო და ვფიქრობ რომ ადამიანი რომელსაც სულ კალამი უკავია ხელში პრეზენტაციისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა და სხვათა შორის ვაიმე როგორ მცივა მე თუ რა მჭირს საბერძნეთში რომ იყო დედა აი იმ დროიდან ვფიქრობდი ამ საჩუქარზე ანუ რამდენიმე ვერსია მქონდა რამდენიმე გვერდს მივწერე და საბოლოო ჯამში მოკლედ ეს შევარჩიე და კმაყოფილიც ვარ ფოტოს ჩავუგდე მაგრამ მადლობაც გადავხადე იმიტომ რომ რეალურად მართლა ძალიან ლამაზია და შეფუთვაც მომეწონა ძალიან სადა ჩემი ზაკოს ხელოწერა ძალიან დაღლილია ძალიან გოგოებო დედა ჩემი არის ისეთი დაღლილი დედა რომელიც ჩამოვიდა და დედა რომელიც ახლა მიდის არის ორი სხვადასხვა ადამიანი ჩამოვიდა აბსოლუტურად სხვა ადამიანი და აქედან ვუშვებ გადაღლის აი გამოფიტულ ადამიანს იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო წაიღო და ძალიან ბევრი შრომა წაიღო ამანათების დახარისხებამ რასაც აგზავნიდა ხოლმე და მე ვინახავდი ზოგს ისე ზოგს ასე ვინც ემიგრაციაში ხარ ძალიან კარგად იცით ეს ამბები მოკლედ და ლამის ორ თვეზე მეტი წაიღო ამ ყველაფერმა ხა ერთბაშად ხარ მიადგები ენა რაოდენობის 16 წელს ნაკრებ რაღაცა ჭურჭელს რაღაცებს პლუს ეს სამზარეულოს რემონტი და უბრალოდ გამოიფიტა აღარ აქვს დილის 4-ზე იძინებს ხალხო და 8 საათზე უკვე ხვიძავს ანუ ფაქტობრივად გამოიფიტა სახეზე კი ეტყობა კიდეც ანუ აბსოლუტურად სხვა ხარ თქო ვეუბნები და აი ეს დღეები რამდენიმე დღე მის პრეზენტაციამდე ვეუბნები რომ თითი არც კი გაანწრიო არაფერზე იჭირს წაუღე ყველაფერი დაისვენე წაისვი სახეზე ცოტა რელაქს ჩაიტარე იმიტომ რომ ნუ აი სასწაულად გამოიყურება იმ დონემდე დაღლილი ხა ის დედა რომელიც ჩამოვიდა და ეს დედა რომელსაც ვაცილებს სხვადასხვა ადამიანია ესიც ის უძილობა ამდენმა გადაღლამ და ასე შემდეგ ასე რომ მინდა რომ რაღაცნაირად ცოტა მას ხნას ხნეთ იყოს პლუს ის სტრესი რომ როგორ ჩაივლის ყველაფერი რა იქნება რანა ხო ხდებით უკვე გაცივდა იმიტომ რომ მანამდე დედას ვეჭორავე რაღაც საკითხებზე და დედას მე თქვენ აუცილებლად გაგაცნობ ოღონდ ეს იქნება მხოლოდ ჩემი და დედას ეგრეთ წოდებული ინტერვიუ იქნება ძალიან ბევრი კითხვები ძალიან გულწრფელი პასუხები და მაგაში აი 100% ვარ დარწმუნებული თამაშის გარეშე ისეთი სიუჟეტი გელიცაც არ იქნება თამაში არ იქნება ჰიჰი რაღაცები იქნება აი შიშველს სიმართლეს რას ძახიან აი ეგ უბრალოდ რამდენიმე დღე მჭირდება ამისათვის მეც და დედასაც
ამდენი თვები გეგმავ და ვერ დავაყენე საშუალო, იმიტომ რომ სულ რაღაც ხდება, სულ და ასე რომ დიდი მონდომებით გადარეული ვარ ამ საჩუქარზე. ამაზე კარგს მე როგორც მისი შვილი ვერაფერს არ ვაჩუქებ. ჩემი საათი გაჩერდა 900 უკლე 20. ეს გაჩერდა. გიშდები ამ დღეს დიდი კომი მითხრა რომ ძალიან კმაყოფილი იყო პედაგოგიო მარიკოთიო ყველანაირად გაზრდილიაო დღეს თავისი ხელით მირთვაო მაკარონი რომელსაც არ მირთმევს ხოლმე ესე ანუ დავიჭედავს ხოლმე მაკარონზე ყველიანიაო და არ ვიცი მოკლედ მირთვაო თავისი ხელით მე ვთხარი რომ შენ უკვე დიდი ხარ და ნუ ასე შემდეგ და შენი ხელით უნდა მიირთვაო და ძალიან კარგად მიირთვაო და ძალიან გაზრდილია ისედაც რომ შეხედავთ რაღაცნაირად გაზრდილია პატარა გოგო ხო აღარ არის დედიკოს თქვენთან ერთად გაიზარდა რა არხთან ერთად სხვათა შორის ძალიან კარგი მატებაა არხზე და ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინ ჩემო მიერთდით გიხდით დიდ მადლობას და იმედი მაქვს რომ არ გაგიცნობდებათ არ ვიცი რა მოლოდინები გაქვთ მაგრამ რადგან გამომიწერეთ ვფიქრობ რომ რამდენიმე ვიდეო მაინც ნანახი გაქვთ და რაღაცით თქვენთვის საინტერესო ვართ თორე სხვა შემთხვევაში რატო გამომიწერდით ხო ასე რომ იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად შედგება ჩვენი ერთად ყოფნა კეთილად სულ მეუბნები არ მოვტანოთ ხომ გიჟდები ამაზე ეს კი მიყვარს ამის ხრამული მაგრამ მეუბნები რომ არ მოვტანო ანუ არ არის რა მიმრთმევი ხო არ ბავშვი მიირთმევს არა არავის ნერვები აღარა всё ალა 15 წუთი აქ დავფიქრო თქვენ ხო იცით მე ყავასთან მიყვარს ფიქრი აჰა ხალხური ის აღარა შემოვადი ბოდიში და ცოტა ხმის ისა მაგ იოგის პრობლემა შეწუხებული მაგ იოგი აი რო იცით ხოლმე დედება მე ხელში ვერავის დავაჭერიდე ბალხს ხო ოღო მარტო ქრისიანებზე რომ ცელდება არ ვიცი რატომ ხან დედამთილებს რო ხედავ და ბაბათი და ვიღეთ იჟოგა გემართებათ იჟოგა ხო იცით რა არის გულზმარვა ხალხო ხო ახლა ხო სწორათა გავიგეთ შეკაიბები და ვინმე თუ გეხვეწება ჩაეჭიდე ერთი დღე ორი დღე 7 თვე შვილო და всё კაიეც თვები ხოზე გეკდება და ნერვები ხო ვაფშე ტაჭი ტუჩი ხო ხალხო მიეცით ხალხსა საშუალება რომ სიყვარულში გაგაზდევინო ნეგაბალღი რაღაცაში დაგეხმარო ახლა მე ცალში ხო სუკურდავად იცი ბალღი მეჭირა და პირით ურევდი იმას და ფას ხო და დაუცქერდით რა რთულია დაუცქერ და შეაცქერდით რას ვიძახი ხო ახლა ხო მე რო დაუშვათ ამყავდეს რძალი ვაიმე დედა ისეთი დაღლილი ვარ ისეთი ხო რომ მითხას ბალღი დამიჭირო ეს რაზუ ბრაწევი გამისკდება და ახლა რა ხო შეკაი მამი და შვილო გეხვეწებიან რომ მოდი ბალღს ავიხუტებ მე ერთო ახლა თუ გველკუა ნუ ვისებდი ბალღს მაგრამ თუ კარგი ქალია საათუნო მიეცით ბალღის სიყვარულში გაიზარდოთ გამოგიწოდოთ ხელი რა იყო რა და თქვენებს რო ხედავთ ხო ეგრევე სრადუ ხო ბალღი კისერს ხო თქვენ ექრის ადგილას ხო კაი ყლაშეს გაკადეინებ და მე ძალადობა არ მიყვარს მაგრამ ისე რომ თქვა რა სიტყვიერი მასტყლას რა იქ ხადი და შენი ღვთისაჩუქარია და დიდაჩი მივინ არის ეს ალოგიკა არის თორე ჭირსა წაუღია ის არა ქვია ისაცა და ისაცა ისე რომ თქვა მე ხოლმე ბალღი ჩემია მე თუ მახალ როდი დაგახიე კალტები
არ ვიცი. ცოტა დაფიქრდით რა. ცოტა დაფიქრდით. ანა მშვიდად ყავის დალევის საშუალება გქონდეთ. ანა აბაზარაში ხო, სალხეში დუში მიკავია, სალში ბაღი და სალში მაჩალკა. მაჩალკა ხო იცი რა ის ახლა. იცი რა რთულია. რამდენჯერ მინატრია ვიღაცა იყოს ბალღი, აი ესე ჰოპ. ხო? არა ვერ დაგაჭერინებ, რაღაცათა ვერ გადაიქნიოს. შეეკაიბავდეს რომ შვიდი ბალღი ყავს გაჭილი და თავი რო გადაიქნიო დაუჭერთ რამელაირად. ხო სხვა პრობლემები რო გაქვთ რომ ბალღს ნუ იმისეზე. იცოდეთ მე ვიცი ყველაფერი. გითვალთვალებ. ორი ბალღი როჟენია ვიცი. გმადლობთ, არ გვინდა. ისე რო თქვა თქვენ უკვე ნერვები ახალ თაობას ჰაი ლეველზე გაქვთ. ჰაი ლეველი ხო იცით რა არის? რა არის გოგო ჰაი ლეველი? ხო რა ინფლუენსერები ამბობენ ხო ხა ზუსტად არ ვიცი რა არის, მაგრამ დაგუგლეთ. ესეც მაგ. მე ყველაფერი მაგ. ერთსა კაცსა ბლისკინელსა ბლისკალათით ბლისკიდზედა ბალი გააქვს და გამოაქვს. არ ვიცი ხალხო, გუში წილის წილა უყურე ტელევიზორს, მაგარი ჩაფიქრებული დღე მქონდა რა. ხო და ისე გამიხადა მიყვარს სპორტული რაღაცების ყურება და მეთქი სპორტული კომიტეტი ჩაერთო ნეტა რა სიახლეებია. რა კომიტეტი ხალხო გახარებულ პარლამენტის ხდობა იყო. არ ვიცი დაგერეკად. აი წერილი გამოგეტანებინათ ვინმესთვის, ან ჩიკისთვის დაგემარებინათ ამბავი. ახლა უნდა გამეკო რომ კომიტეტი იქ გადაუტანიათ პარლამენტში. ისე მაგარი მოხმის ბუკეტი ხალხი ხარ ზოგი. დაგერეკად. ახლა მომავალურ ძალო თუ უკვე დაბადებული ხარ, ანჯერ არ ხარ და უნდა დაიბადო. წინასწარ იცოდე. მე ვერავის ბალხს ვერ გავზრდი. სუსტი ბრმანაწლავი მაქვს და ბალღებზე მისკდება. აჰა, ეგ ვიდეო და მეთქვა და გაიადგინე. რაო დედაჩი, მნაწყენია? აჩერტყა, ვინ? დედა რა კურზი ხარდე? მარია. არაფერია, ხალო. ჩანთაში არაფერი არა, გაგდე? კამფეთი ვერ ჩავიგდე, ვერავედი მოხარ მაღაზია. ვის გაებუტე? მარიკოვის გაებუტე დედა. დედა. მარია, მე? რა გაწყენინე დე? რა დედა? რა დედა მითხა ძალიან? რა გეწყინა? ის მიჭინა ბაბუდე. რა დედი? ბაბუდე. ვაშლი ვინ მოგცა? თასია. საყვარელი. მამცა თასია. ხო. უთხარი მერე მადლობა დე. აბიობა. ეხლაც უთხარი დედა. უთხარი. მადლობა. აბია. კარგი შვილი ხარ. დედამ რო გაწყენინა ბოდიში, დედა არ ვიცი რა გაწყენინე, მარ. ხო არაფერს დედა. ბებოს მუხლები. დაუზილე მუხლები. კარგი შვილი ხარ. კარგი. სტკივა ხო დედი? ხო, სტკივა დედიკო, დაუზილე. შენ არაო. შენ დედი, კარგი, დაუზილე. დაუზილე, ჩაეხუტა ერთი მუხლებზე რო სტკივა დედა. დედა, სად მიდიხარ შენ? ქუჩაში? ქუჩაში. ხო, წამოდი. ანუ ვინმე მუთხარით, რომ შეწყვიტეო, რა შეიძლებაო. ხალხო. ანუ ერთობიშვილი.
აი მე ხალხო ამის კაცით კუცით უკვე გული მაგში. აი მე მიხარხარდე. მოიწმინდე პირიდე. მერთო შენ მიშველი.